გარედან თითქოს ყველაზე გაწონასწორებული, შვიდი და ლაღია. მაგრამ რაც უფრო მიუახლოვდები მიხვდები, რომ ტყუპის თავში ათასობით ფიქრი წიმწიმებს ერთდროულად. შიგნით ქაოსია. ტყუპის გონება არასდროს ისვენებს. წარმოსახვა, აზრები, ვარიანტები, კითხვები. სწორედ ეს ინტელექტუალური ცეცხლი ხშირად ხდება მათი შფოთვის წყარო. როცა ყველაფერი გინდა ერთდროულად, გაურკვევლობა იპარება ფარდებს მიღმა. მერყეობა არ არის სისუსტე, ეს არის სიღრმის ნიშანი. ტყუპს გადაწყვეტილების მიღება უჭირს, იმიტომ რომ მეტისმეტად ბევრს ხედავს. ის ხედავს ყველა გზას, ყველა შედეგს და არც ერთი არ არის სრულყოფილი. ამიტომ არჩევისას შფოთავს, რომ არავინ დარჩეს გულნათკენი. არც საკუთარი თავი. წვრილმანები ხდებიან ფიქრის ლაბირინთები. ერთ პატარა შეტყობინებას შეუძლია საათობით დაატრიალოს გონება. ეს არაა გადაჭარბება, ეს ტყუპის ყოველდღიურობაა. ემოციური გადატვირთვა, რატომ ხდებიან უცებ ჩუმები. ხანდახან უბრალოდ ხმაური ბევრია. ფიზიკური არა, შინაგანი ხმაური. ასეთ დროს ტყუპი იმალება, იკეტება, თითქოს უჩინარდება. მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ საკუთარ თავს ეძებს ქაოსში. მას სჭირდება პატარა, ჩაკეტილი კუთხე, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა და გონებაც ჩაწყნარდება. უხილავი შფოთვა. ის შეიძლება ცინის ხუმრობს, საუბრობს ყველასთან, მაგრამ ამის უკან დგას გულმოდგინე ბრძოლა შფოთვასთან. ბრძოლა, რომელსაც არავის ანახებს. ხსნა კომუნიკაციაშია, მაგრამ მხოლოდ რჩეულებთან. ყველასთან ვერ ილაპარაკებს. მაგრამ როცა ვინმეს ენდობა, ფიქრების გაზიარება ხდება თერაპია. ხელოვნება, მუსიკა, მოძრაობა, ეს არის ტყუპის შინაგანი წამალი. სხვებს შეიძლება ჰგონიათ, რომ უბრალოდ სკროლავს, მუსიკებს უსმენს, ან წერს რაღაცებს, მაგრამ სინამდვილეში ის საკუთარ თავს აწყნარებს. ტყუპები ქაოსში დაბადებულები არიან, მაგრამ მთელი ცხოვრება ეძებენ ადგილს, სადაც ფიქრი ჩერდება სულ ცოტა ხნით მაინც. მოიწონე, გააზიარე, გამოიწერე არხი და არ გამოტოვო მერვე სერია, სადაც ვირჩევ სრულიად ახალ კუთხეს და შევდივართ ტყუპის ბავშვობაში. პატარა ტყუპი, როგორია მათი ბავშვობა და როგორ იზრდებიან გონებით დიდები.